საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით. აბა როგორ ვართ მეგობრებო? აბა როგორ ვართ? საღამო მშვიდობის ყველას. სალამი ანა მარია, როგორ ხარ? საღამო მშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით. მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას. აბა როგორ ხართ? როგორ ჩაიარა დღე? საღამო მშვიდობისა ყველას. ჩემი ხმა იმედია კარგად ისმის მეგობრებო. არა, რას ამბობ დავით, როგორ გეკადრება? არა, ჩემო მეგობრებო. მე არ მწყენია არაფერი არავიდან, არი ნერვიულობთ. უღრმესი მადლობა ყველას. აბა როგორ ხართ? ჯერ ხო ისედაც ვერ ვიყავი მეგობრებო და დღეს საისტორიო ამბავი გადამხვდა გარეთ. წავიკეცი დღეს გარეთ. ძლივს ავდექი. ძლივს ავდექი მეგობრებო. მოკლედ ესეთი იყო ჩემი დღეს. ეხლავე მოვედი, კი, ჯერ 3 წია. მეგობრებო, დღეს რაზე გვექნება არ ვიცი. მოგდა მოდი ჩვენი ერთ-ერთი ქვესათაური იყოს, თუ მოგილოცავთ. რომელი დღე მოდის, ეხლა ვალენტინობის დღე თუ სიყვარულის დღე? რომელია მეგობრებო? ვალენტინის დღე, ხო? ვალენტინის დღე. თუ მოგილოცავთ 14 თებერვალს. მოდი დავარქვათ ჩვენს დღევანდელ ლაივს 14 თებერვალი. ვალენტინობა უფრო სწორად. ამ სიტყვაში ყველაფერი იქნება ნაგულისხმები. აბა რა სიტყვით? მაგ დღეს მაქვს დაბადების დღე, აი მესმის. მეგობრებო, დავიწყოთ. საღამო მშვიდობის ყველას მოგესალმებით მეგობრებო და მოდი დავიწყოთ ახლა თქვენი დახასიათებით. თუ რა ენერგიებში იმყოფებოდით დღეს? ზოგადად თქვენი დღევანდელი ენერგია მაინტერესებს. თქვენი დღევანდელი ენერგია მაინტერესებს მეგობრებო, ერთი წუთით. ვარ მოგისმინე და მერხაო. არა, ცუდად არ ვარ, უბრალოდ წავიკიცი მეგობრებო. დედას გეფიცებით, თითი ვიტკინე დღეს. თითი მაქვს შეშუპებული.
როგორ აბდექი არ ვიცი. ერთადერთი დავინახე ის, რომ სადაც წავიქეცი, იქ ახლომახლო არის კაფე-ბარი, დიდი სტეკლოიანი, ისეთი. და რომ გამოცვიდნენ ჩემს წამოსაყენებლად. ფასიანი გაშლა. არ არის ფასიანი, აქ ჩვენი მოსმენა, ფასიანი არაფერი არ გვაქვს, მეგობრებო. ჩვენ აქ ყველაფერი უფასოდ გვაქვს. ადამიანური გაგებით. არანაირი არაფრის მოთხოვნით. უბრალოდ მოსმენით. მეტი არაფერი მეგობრებო. ჩემთან ესე ხდება და სხვასთან არ ვიცი. ხო. ანა მარია რაღაც სინევს. შენ უნდა დაგენახე დღეს ჩემი თავი წაქცეული. მოკლედ მეგობრებო, დავიწყებ თქვენი დღევანდელი ენერგიებით. იმედია მოკალათდით. უფასო ინფორმაცია, ადამიანურად ოღონდ, ადამიანურ დაფასებით, გაგებით, მიღებით და აი ესეთი, კი, აქ ესე ხდება. ხო, აქ ესე ხდება, მეგობრებო. კი, დავიწყებ თქვენი ენერგიები. აჰა. თქვენი ენერგიები. არა, კითხვების გარეშე. არ შეიძლება კითხვები. კითხვების გარეშე მეგობრებო. თქვენი ენერგიები. აი რატომღაც არ მინდა ეს დასტა. მინდა რომ სხვა დასტახავ დავიწყო. მეგობრებო, ერთი წუთით. რაღაცნაირად ეს დასტა უკვე აღარ მინდა დღეს. მოდი მეორე დასტას მოვიტან. ანა მარია, შე რო გიყვარს ის როაში, იმ დასტას მოვიტან ახლა. ძალიან ამოვიჩემე ეგი, ასე რომ მოდი ახლა იმანაც რა დააშავა, ხო? ალბათ ასე იყო საჭირო. აი ამითი მეგობრებო, ჩვენი შემოდგომის დასტა. ჩვენი შემოდგომის დასტა. მოკლედ დავიწყებ მეგობრებო, თქვენი ენერგიები. თქვენი დღევანდელი ამწუთინდელი ენერგიები. აბა ვნახოთ. ვინ ხართ თქვენ? ძალიან ქარიზმატულები, ძალიან ენერგიულები, ენერგაიზერები. ადამიანები, რომლებიც უბრალოდ აი ამ ღიმილის იქეთ, რომ ვერაფერს ვერ დაინახავ მისგან. აი ესეთები ხართ მეგობრებო, აი რაღაცნაირები ხართ, აი ძალიან მიმზიდველები, ძალიან აი თვალში მოსახვედრი გარეგნობის და ხო, ძალიან ისეთი. ახეთ მეგობრებო, თქვენი ენერგიები დღეს, თქვენი ყოფნა დღეს არავინ არ იცოდა. ხო, არავის არ აჩვენებდით თქვენ ნამდვილ სახეს. ხო, დღეს იყო ყველაფერი დამალული. სამყაროსთან ახლოს იყავით დღეს. შეიძლება ბერმა თქვენთაგანმა დღეს უბრალოდ გარეთ გაისეირნეთ. უბრალოდ ბუნებაში გადით და გაისეირნეთ. ეს იყო აუღელვებელი, თუმცა თქვენთვის შეუფერებელი რაღაცნაირი სიტუაცია გქონდათ დღეს. ზოგიერთებს, ყველაზე არ მაქვს საუბარი. ზოგიერთებს. კიდევ თქვენი ენერგიები. სიყვარულის ენერგიები, ურთიერთობის ენერგიები, რომლებმაც ძალა გამოგაცალათ მეგობრებო, რომლებმაც დაგაცარიელათ, რომლებმაც გამოწურული ლიმონივით მოგაქციათ. ხო, აი, სიყვარული. თუმცა მაინც ამ სიყვარულის ერთგულები ხართ. არ ღალატობთ ამას. სურვილიც არ გაქვთ მეგობრებო. პირიქით მეცაც გეტყვით ამ ურთიერთობის დაბრუნება და გაგრძელება გინდათ რატომღაც. გავიმეორებ კიდე ყველაზე არ საუბრობ.
ხო. ზოგიერთებს შეიძლება უბრალოდ ძალიან ისეთი სიყვარული გინდათ გყავდეთ გვერდით ადამიანი, რომელიც იქნება ესეთი თბილი და მოსიყვარულე ამ ზამთარში. ავხუნტრუცდით, ხო, მეგობრებო? ავხუნტრუცდით, შევხურდით. თუ პირიქით შეგცივდა. ხო, მაგრამ შიში გვაქვს მაინც. გვინდა ერთია, მაგრამ მაინც შიში გვაქვს. ხო, შიში გვაქვს. აი, უნდა გიყურო კიდევ მე რამდენიჯერ დააკოპირებ და გამოვაგზავნი მაგ შენს შეკითხვას. ანანო ბოკუჩავა. ანანო ბოკუჩავა. კითხვებზე პასუხები არ მაქვს მეგობრებო. გაიხარეთ. მოკლედ დღეს ბევრი თქვენთაგანი კონტროლიორები იყავით. ვინ გამცილებელი, ვინ გამომცილებელი, ვინ მიმღები, ვინ გამშვები და აი რაღაც ნუ ეხა ერთი სიტყვა კინაღამ არასწორად წამომცდა მეგობრებო. მაგრამ კონკრეტული დღეს მთელი დღე ბევრი ზოგიერთი თქვენთაგანი მთელი დღე თითქმის მთელი დღე ტასაობს, რო იტყვიან ესე ინტერნეტში. კონკრეტულ ადამიანს აკონტროლებდით. ხო, კონკრეტულ ადამიანს აკონტროლებდით. ზოგიერთებს შეიძლება ქონდათ კონკრეტული მოლაპარაკებები, რაღაც თქვენი სიტუაცია მიიღეთ მეგობრებო. ხო, იმ სიტუაციასთან რაშიც გააქვთ ცოტა აღელვება, აი იმ საქმის მოგვარება გქონდათ დღეს. ეს შეიძლება იყო ინტერნეტით, ეს შეიძლება ტელეფონით, ნუ რა თქმა უნდა, დღეს ყველაფერი ტელეფონით ხდება. ხო, ინტერნეტი და სოციალური ქსელით მოკლედ რო იტყვიან. შეიძლება ზოგიერთებმა დღეს რაღაც შემოთავაზება მიიღეთ სოციალური ქსელით. ან იქნებ რაღაც ამბავი გაარკვიეთ სოციალური ქსელით. ან დაგეგმეთ რაღაც მეგობრებო. ზოგმა შეიძლება პირიქით სატელეფონო ზარი გქონდათ და საუბარი, რაღაც მოლაპარაკებები, რაღაც კონფლიქტური სიტუაცია გქონდათ შეიძლებაც და კი. კიდევ თქვენი დღევანდელი რა წარმოიდგინეთ ფანტაზიებში, არ ვიცი. უცებ რაღაცამ გაგიელვათ და გაგიელვათ უცებ რაღაცამ მეგობრებო გონებაში, თითქოს რაღაც წარმოიდგინეთ, თქვენ დაუნებურად. ეს არ იყო დაგეგმილი. რაღაც გაიელვა თქვენს გონებაში. კიდე თქვენი ენერგიები, რასთან დაკავშირებით იყო ეს ყველაფერი? ჩემი ხმა ცუდად ისმის მეგობრებო. მეგობრებო, როგორ ისმის ჩემი ხმა? კარგად ისმის. ხო, ხათო, შეგიძლია ეხლა გახვიდე და ისევ დაბრუნდე. გადი და ისევ დაბრუნდი. ხო. აი ამ წარმოსახვით სიტუაციაში მეგობრებო, თითქოს რაღაც ძალიან დიდი გულის ტკივილი იგრძენით. თითქოს აი იცით როგორი სიტუაცია გქონდათ, არ ვიცი. ისეთი სიტუაცია გქონდათ, თითქოს რაღაც არაკეთილის მსურველების საქციელები რაღაც გონებაში უცებ გაგიელვათ. რაღაც წარსულთან დაკავშირებით იყო ეს ყველაფერი, რამაც დიდი ტკივილი მოგაყენათ მეგობრებო, თითქოს რაღაც მოდი ესე ვიტყვი, გული შემეკუმშაო იტყვიან, აი რაღაც ესეთი სიტუაცია გქონდათ. ხო, დღეს კიდევ თქვენი ენერგიები, ეს ჩავარდუნე ისევ ამოვიდა. თქვენში ცხოვრობს ის ბავშვი, რომელიც ყავთ, მოდი ესე ვიტყვი, ჩაკეტილი. ბავშვი, რომელიც ითხოვს თავისუფლებას, მეგობრებო. ეს ბავშვი ხართ თქვენ.
ეს ბავშვი ხართ თქვენ მეგობრებო. ეს ბავშვია ის, რაც თქვენი სახით სიცოცხლე უხარია, ცხოვრება უხარია, ყველაფერი უხარია, როგორც ბავშვს. წარმოიდგინეთ ახლა ბავშვის სიტუაცია, სადმე რო წაიყვან, რაღაცას რო უყიდი, აი სურვილს რო აუსრულებ, მეგობრებო, და ეს ბავშვი, ნახეთ როგორი მოწყენილი ზის, ეს ხართ თქვენ, მეგობრებო. ბავშვი რომელიც ზის და რაღაცაზე ოცნებობს, თითქოს ტყეში დაკარგულივით ხართ, მეგობრებო, რა გჭირთ? შეიძლება ყველაფერი გქონდეთ და არაფერი გიხაროდეთ, აი ესეთი შთაბეჭდილება მჩება მე, ხო? აბსოლუტურად თუ შეხედავთ. ანა და ესეთები ხართ. აი? წარსული, შორეული წარსული არა, რაღაც წარსული ცხოვრებიდან თითქოს ძალიან დიდი ტკივილი მოყვებათ, ბზარი მოყვებათ, დამსხვრეულები ხართ, გატეხილები ხართ, რაღაცამ გაგტეხათ, მეგობრებო. თქვენ ამბობთ ასე, თქვენი ქვეცნობიერი ამბობს, რომ თითქოს რაღაცა გაბზარულები ხართ, გატეხილები ხართ. თითქოს ისეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ აი თითქოს და მეგობრებო, როგორღაც აი რაც არ უნდა შეაწებო, აი მაინც რო გაეპარება რაღაცა წყალი. ხო, რაღაცა ესე ხართ. მეგობრებო, აი მოწყენილი. თუ არა და ძალიან ისეთი მეგობრულები ხართ. ძალიან თბილები და მეგობრულები ხართ. ძალიან საყვარელი ფოტოა, კეთილი კალქები არიან. ხო. ბევრი შეიძლება იყოს ამ ურთიერთობიდან, მეგობრობიდან რაღაც წყენები მოდის. შეიძლება იყოს ამხანაგით მეგობარიც, პარტნიორიც, რომელთანაც გქონდათ რაღაც სითბო სიყვარული, რაღაც მეგობრებო დაფასება იყო რაღაცა თქვენ შორის და ამ დროს უცებ რაღაც აი და აი ეს სიტუაცია გაქვთ ახლა. ამინ ანა მარია, უფალმა გისმინოს. უფალმა გისმინოს, ჩემო კარგო. კიდევ. მე რასაც მაჩვენებს ახლა თქვენ ცხოვრებაში ადამიანები ყოფდნენ როგორც ჩანს ცხვირს, არაკეთილის მსურველები, ადამიანები რომლებიც ერეოდნენ თქვენ ცხოვრებაში, ადამიანები რომლებმაც რაღაც დიდი როლი ითამაშეს იგივეს გავიმეორებ თქვენ ცხოვრებაში, რაღაც როლი ითამაშეს კი, ამიტომ შეიძლებაც აქედანაც იყოს ეს ყველაფერი ტკივილები, ნუ ვისრა და ვისრა მეგობრებო ახლა. საჯაროა გავითვალისწინოთ. საღამო მშვიდობის მორგანა, როგორ ხარ? კირჩხიბი არ ყავს, მე მგონი აქ. თუ კი ყავს. კირჩხიბი ყავს აქ? მოკლედ მეგობრებო, ასეა საქმე კი. გავაგრძელებ. კიდევ ერთი ორი ბარათინი. თითქოს რაღაც შავი წერტილი გაჩნდა კი. თითქოს რაღაც გაჩნდა კი, მეგობრებო, მაგრამ ნუ რაღაცა ისეთი მოწყენილობის დღე იყო ზოგიერთებთან დღეს. დღეს რაღაც მოწყენილების დღე იყო ზოგიერთებთან. რაღაც დიდი ფიცი დადეთ, რაღაც პირობა მიეცით საკუთარ თავს. საკუთარ თავს შეიძლება პირობა მიეცით, რომ იქნებოდით ქვასავით ძლიერები, რომ იქნებოდით გაუტეხელები. და ასე გააგრძელებთ მთელი ცხოვრება. ანუ ანა მარია მოვიდა ესეც აი? მობძანდა. აიმუნივით სიმპათიური ადამიანი.
ადამიანი, რომელიც დისკომფორტს გიქმნით ზოგადად დღესდღეობით, ხო, შეიძლება ზოგიერთთანაც ეს იყოს ამ ყველაფრის მიზეზი. საწყალი მისი დღე. სიმპათიური მაიმუნი კი. მოკლედ, ესეთი იყო თქვენი ენერგიები, მეგობრებო. თუმცა მაინც არავის არ ეუბნებით ამ ყველაფერს, კი ძალიან დაღლილები ხართ რაღაციდან ძალიან დაღლილები ხართ. მოკლედ, მეგობრებო, უნდა აიღოთ პერერივი. პერერივი უნდა აიღოთ, მეგობრებო. უნდა აიღოთ პერერივი. როგორც უნდა ჩავაბრუნა. მე ხარ თქვენი პარტნიორის შვება. თქვენი პარტნიორი დროს ითვლის. ან ამ დროში სადაც არის ახლა ჭრილობებს იშუშებს, ძალას იკრიბავს. შეიძლება ახლა ამ წუთას ყავასაც სვამდეს, ან ჩაის სვამდეს. ზოგადად შეიძლება უყვარდეს ჩაის დალევა, ყავის დალევა. ეს პროცესი უყვარდეს, შეიძლებაც კიდევაც. ხო, ახლა ეს ადამიანიც აწარმოებს რაღაც მოლაპარაკებებს. ხო, ამ პერიოდში ეს ადამიანი შეიძლება აწარმოებდეს მოლაპარაკებებს. ან იქნებ დარეკვა უნდადეს თქვენთან და თქვენთან მოლაპარაკება უნდადეს. კი შეიძლება იყოს ეს მიწის სტიქია. ეს ადამიანი შეიძლება მიწის სტიქიაც იყოს. ამბობს რომ თქვენი ერთგულია, სიყვარულის ერთგულია, მეგობრებო. კი. მშვიდობა უნდა ურთიერთობაში. არ ვიცი რამდენს გაგიკვირდებათ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ. ხო, სიყვარული უნდა და მშვიდობა უნდა ურთიერთობაში. კი. კიდე მისი ენერგიები. მისი ენერგიები არის ის, რომ თვითონაც დამტრეული და განადგურებულია. ნახეთ, მეგობრებო, როგორ ემთხვევა თქვენი და მისი ენერგიები. ანუ თქვენ როგორც ხართ, ასევეა ისიც. აი თქვენი ურთიერთობა. ჰარმონიული და მეგობრული ურთიერთობა. და ადამიანების ჩარევით ზუსტად ეს კომბინაცია ამოვიდა თქვენთანაც და იგივე ამოვიდა მასთანაც. ხო. ამბობს რომ მისი მხრიდანაც იყო ჩარევები, არა მხოლოდ თქვენი, შეიძლება ორივეს მხრიდან იყო ჩარევები. შეიძლება ორივემ გაჯიუტდით, ესეც შეიძლება იყოს. ხო, აქ შეიძლება ორივეს მხრიდან იყო ჩარევები. ადამიანების ჩარევები. აი კურსავით ფეხს რო გამოყოფენ და მანიკურები წამისვით რო იტყობდნენ. ხო. კიდევ მისი ენერგიები. წარსულზე ფიქრი და წარსულზე ფიქრი, მეგობრებო, ეს ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს წარსულზე, თქვენთან ერთად გატარებული იმ დროზე, რაც გქონდათ და ეს ყველაფერი ძალიან აფერხებს მას. ეს ყველაფერი მას ძალიან აფერხებს, ხო? თვარე. თუმცა ძალიან ბედნიერს გხედავთ. ეს ადამიანი ძალიან ბედნიერს გხედავთ. ძალიან კმაყოფილს გხედავთ სხვათა შორის. ხო, თითქოს და თქვენ რაღაც თქვენი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილად გრძნობთ თავზე, ესეთ აგრძელებთ თქვენ ცხოვრებას მის გარეშე. შეიძლება ამასაც ფიქრობდეს კი. კიდე, რამდენმა იცით ესეთი თვალდახუჭული გაცინება. და ეს ადამიანი ცუდად ხდება ამ დროს, თქვენ რომ იცინი ხართ, ნახეთ. თქვენ იცინი ხართ და ეს ცუდათაა. ამას მიწა უსკდება თქვენ სიცილზე, მეგობრებო. წარმოგიდგენიათ? ხო, თქვენს ღიმილზე, თქვენს გადახარხარებაზე ამ ადამიანს მიწა უსკდება. ხო. კიდე მისი ენერგიები. იმიტომ რომ თქვენ რა გაცინებთ, რატომ ხართ კარგ ხასიათზე ეს უყვირს. ხო. თქვენ რატო გეცინებათ? მაშინ, როდესაც ის ცუდათაა. ამას ფიქრობს. ამას ფიქრობს მეგობრებო. ვაი,
იმედი აქვს. ამ ურთიერთობის იმედი აქვს. თქვენ სხვაობაა თქვენ შორის. აქ შეიძლება იყოს რელიგიური სხვაობა, მენტალური სხვაობა, ასაკობრივი სხვაობა, ფერში სხვაობა, კანის ფერი. ხო, სუქანი და სუსტი, დიდარი და ღარიბი, რელიგია სხვადასხვა, აზრთა ხედვა სხვადასხვა. ძალიან განსხვავდებით ერთმანეთიდან მეგობრებო. თუმცა ამბობს, რომ ეს არ ცვლის არაფერს, მაინც უყარხართ. და მაინც ამ ურთიერთობის მომავალი სჯერა. ელოდება ამ ურთიერთობის გაგრძელებას. ანუ იმედი აქვს, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება მთელი ცხოვრება. ხო, ამის სამყაროს იმედი აქვს მეგობრებო. ხო. კიდევ მისი ენერგიები მეგობრებო. ხო, აი ადასტურებს იმასაც, რომ 24/7-ზე გაკონტროლებთ ეს ადამიანი. ეს ადამიანი რეგულარულად გაკონტროლებთ. ამ ადამიანმა იცის თქვენ საათ ხართ, რას აკეთებთ, რითი ხართ დაკავებული, რა გაცვიათ, ანუ რასაც მოღვაწეობთ თქვენ, რასაც ალაგებთ Facebook-ზე თუ სოციალურ ქსელებში. ეს ადამიანიც მანდვია და ამ ადამიანმა ყველაფერი იცის, ეს ყველაფერს ხედავს მეგობრებო. ეს ადამიანი თქვენს სოციქსელებში არის სხვადასხვა სახელებით და აკაუნტებით იცოდეთ. თქვენ საერთოდ წარმოდგენა რო არ გაქვთ, აი ისაა ზუსტად ეს. ძალიან ბედნიერს ხედავს და ინტერესებს ახლა რატომ ხართ ბედნიერი? ამ ადამიანს ხო 100 წელი უნდა თქვენთან ერთად. კი. თქვენთან ბაშვი უნდა. ცხოვრების გაგრძელება უნდა. ხო. ძალიან გთხოვთ არ დაიწყელოთ მეგობრებო, მოისპო, წაისპო. ესეთები არ იყოს. ვაზრაჟდენი ამ ადამიანს დაბადება უნდა, გაგრძელება უნდა, შობადობა უნდა. რატომაც არ უნდა? ხო. უნდა მეგობრებო. ყველაფერი უნდა თქვენთან დაკავშირებით. და ეს ადამიანი ამბობს, რომ ნახეთ, დადგება ის დრო, ანუ მოდის უკვე ის დრო, რომ მე მოვალ, ანუ ეხლა ამ სიტუაციაში ეს ადამიანი თითქოს რაღაც თავის ტკივილებს ებრძვის და თავის დაგროვებულ გულის ტკივილებს ებრძვის კი. ამიტომ ამბობს, რომ აუცილებლად უკვე ახლოვდება ის დრო, რომ ეს ადამიანი აი ამ გაურკვევლობიდან აუცილებლად გამოვა და გამოიჩენს რაღაც ისეთ საგრძნობლად ხასიათს, თავის ხასიათს. ხო და აი ესე იმასავით გადმოდგამს ნაბიჯებს. ხო. თუმცა ამ ყველაფერს არ გეუბნებათ. არა, ეს ადამიანი არ გეუბნებათ ამ ყველაფერს. ნახეთ როგორ აღდგენის პროცესშია, ოხ, მეგობრებო, რო დაგეტაკებათ. ანა მარია, რო დაგეტაკება ეს ადამიანი, აი ნახე? მეტეორიტი მოდის. ხა, მეტეორიტი მეგობრებო და ზოგი რო წერს, რით ვერ მოაღწიაო, რა ვიცი მე, რით ვერ მოაღწია მეგობრებო. მე რა ვიცი, რით ვერ მოაღწია. ხო, თქვენ ძალიან კარგად უნდა იცნობდეთ ამ ადამიანს, ისი თქმა მინდა, ეხა იცით მისი ხასიათი. ხო. 100 თუ ისეა ტაროლოგიით უკვე ჩვენ ვიცნობთ ამ ადამიანს და ვიცით როდის გადმოდგამს ნაბიჯებს. დაახლოებით მაინც ვიცით. ხო. არა, არასოდეს არავის ცუდი არ უსურვოთ მეგობრებო, პირიქით. ასე რომ ნახეთ, აუცილებლად გააღვივებს ამ ცეცხლს, მოდი ამ მოედანზე ცეცხლი დავანთოთ დეუსაო. ხა, არ უშველის ეს, მეგობრებო.
ხო, 2 დღეა ცეცხლის ენერგიებშია თქვენი პარტნიორი. შეიძლება იყოს ცეცხლის სტიქიაც, მიწის სტიქიაც, ეხლა არ მივეჯაჭვოთ ამ ყველაფერს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება იყოს ერთად. აჰა, ახლა რა ვთქვი, რა ვახსენე და მე რა ვიცი როდის. რა თქმა უნდა ცოდვა. მე რა ვიცი როდის. ტაროს არა. ტაროს გაშლები არ გვაქვს. აქ გვაქვს ჩვენ ლაივი, საჯარო ლაივი მეგობრებო. კითხვების გარეშე. ლაივი კითხვების გარეშე. დღევანდელი ჩვენი თემა არის ვალენტინობა. ვალენტინის დღეს თუ მოგილოცავთ თქვენი პარტნიორი. თუ მოგიტანთ რაიმე საჩუქარს, ყვავილებს თუ მოგართმევთ, ზოგადად. ვალენტინის დღე. ვალენტინობა. ვის პარტნიორს ქვია ვალენტინა? ვალენტინი. მეგობრებო, მეგობრებო, ვის ქვია ვალენტინი? ვალენტინა ვის ქვია? დავიწყებ ახლა ჩემო ძვირფასებო ერთი წუთით. რო არ გადამიცვიდეს კარტები, ამიტომ მოკლედ დავიწყოთ ახლა 14 თებერვალი. ვალიკო და აღარ ვიტყვი მეორე სახელს, იმიტომ რომ გამინაწყენდება იმაზე უარესად ერთი ადამიანი, რაც გაბრაზებული მყავს და არ ვიტყვი ახლა აქ სახელს. ვალიკო და ხა მოკლედ ჩემო მეგობრებო. მიხდი ხო ანა მარია? მიხდი ხო ანა მარია რაც ვიგულისხმე? ხო. მოკლედ მეგობრებო, დავიწყოთ ახლა ვალენტინობა 14 თებერვალი. აბა როგორი იქნება ეს დღე ჩვენთვის? ჩემთვისაც მეც გულისხმობ რა პრობლემაა. ბედის ბორბალი. აბატონო, ეს იქნება ბედის ბურბალი. ეს დღე იქნება ბედზე დამოკიდებული. ხო. ბედი რასაც გადაწყვიტავს, ამას ამბობთ. ნახეთ, ოღონდაც ნახეთ. ბედი გადაწყვიტავს იმას, რომ ვიღაც ადამიანი, ეს ფიქრობ თქვენი პარტნიორი, ხო, ნახეთ, რომელიც იმყოფება ტრანსფორმაციაში, მეგობრებო, ესე მოულოდნელად წამოუვარს ამ ადამიანს. ესე გამოექანება თქვენსკენ, გამოქანდუიწედე ემართება, მოკლედ მეგობრებო. ხო. ეს ადამიანი ესე თავისი მანიპულაციებით მოგილოცავთ, კი, ზოგიერთებს მოგილოცავთ. ზოგიერთებს შეიძლება ესე ჩაგიქროლოთ, მეგობრებო, ახლა მომიტევეთ, ძალიან ბევრი ვართ და ახლა მე ხო არ ვიცი, ახლა ამდენი ადამიანის ამდენად გულთმისნობა, ახლა გამორიცხული აქ საჯარო ლაივი გვაქვს. ხო, ჩვენ ახლა როგორც გუშინ და გუშინ წინ, ისე გვაქვს დღესაც ახლა კინოთეატრებს ვდგამთ, აქ ჩვენ სასაცილო ოთახი გვაქვს. ხო. ეს ადამიანი ესე თავისი მანიპულაციებით ესე გადმოხტება, ჰოპს დაიძახებს და დაგეხატებათ წინ. ხო, მე თქვენი ფიქრობთ დააბრალებთ ბედს ამ ყველაფერს, ბედი ჩაერიაო. ბედი კი არ ჩაერია, ხუშტურმა მოუარა ამ ადამიანს. მოუარს ხუშტური. ხო და ასე გამოექანება თქვენსკენ. თუმცა ტრანსფორმაციაშია იცოდეთ და შეიძლება ისე გამოექანოს თქვენსკენ, რომ ეს საერთოდ ჩააფლაოს ყველაფერი ამ ადამიანმა, მოლოცვის მაგივრად შეიძლება ტირილი დაგაწყებიოთ, მომიტევეთ ახლა რასაც ვამბობ. მაგრამ ტრანსფორმაციაში რომ ადამიანია, ეხლა იმიდან რამეს კაის არ უნდა ელოდოთ, იცოდეთ. ხო. ხუშტურიზაცია.
ახლა თქვენი ქვემოდან თქვენ შეგეშინდებათ მეგობრებო რა ვთქვა მაგრამ თქვენ შეგეშინდებათ თქვენ პირი დაგჭებათ გაკვირვებიდან არ ელოდებით ამ ადამიანს შეიძლება ხო ნუ შეიძლება რაღაცნაირად მოვა და მართლაც გაოცდებით ხა მოვა манипуляციებით მეგობრებო მოდის манипуляციებით იცოდენ არც თქვენ დარჩებით ურიგოთ ნუ გეშინიათ ხო არც თქვენ დახტებით ურიგოთ მაგრამ მოდის манипуляციებით ანა მარია ურმესი მადლობა ახლა ყველაფერს სერიოზ დღევანდელ ცხოვრებაში მეგობრებო უდით ახლა რაღაცას გასწავლით ზოგადად დღევანდელი ცხოვრება სერიოზულად არ უნდა მიიღოთ არც სიაბდლე არც იშტერე არც სერიოზულობა და არც არასერიოზულობა არაფერი სერიოზულად არ უნდა მიიღოთ ეს უნდა გაატაროთ რა ხა დროს მიანდეთ დრო ყველაფერს კურნალია მეგობრებო ნახეთ ხო თქვენც ასევე დახვდებით ამ ადამიანს манипуляციებით ნეიტრალურში არ უნდა იყო პირიქით უკეთესად უნდა იყო არაფერზე არ უნდა ინერვიულოთ მეგობრებო კიდევ რა იქნება ვალენტინობა დღეს რა მოხდება ვალენტინობა დღეს გაიმარჯვებთ ნახეთ აი იმ სიტუაციაში რაშიც იმყოფებით მეგობრებო თქვენ გამოდიხართ ყველა ვარიანტში გამარჯვებულები და იცით რატომ იმიტომ რომ ბერმა თქვენთაგანა აი ნახეთ თქვენი ტოზი გამარჯვება იმიტომ რომ თქვენმა ბერმა თქვენთაგანა აი თქვენი სურვილების ასრულება მეგობრებო კი ეს დღე იქნება ძალიან განსაკუთრებული მიუხედავად ყველაფრისა აი აქ გამოხტომებისა მეგობრებო ნუ რაღაცნაირი ხო ამ დღეს მაინც იგრძნობთ ამ დღის მადლს ვალენტინის მადლს მაინც იგრძნობთ მეგობრებო ხა თითქოს რაღაც სურვილების დღე გექნებათ საჩუქრების დღე გექნებათ მოლოცვების დღე გექნებათ რაღაც იქნება დადებითი კი ყოველ შემთხვევაში ეს დღე იქნება თქვენი გამარჯვების დასაწყისი თქვენი მოლაპარაკებების დასაწყისი შეიძლება რაღაც მეგობრობის დასაწყისი ყურადღება გექნებათ ადამიანიდან გექნებათ ყურადღება თავაზიანობას იგრძნობთ თითქოს რაღაც გამოთბება ხა თებერვალი დადგაო ხეში წყალი და ჩადგაო ხო იცით მეგობრებო ხა მოკლედ ყოველ შემთხვევაში 14 თებერვალი არ უნდა იყოს ურიგო უღრმესი მადლობა თეა გაიხარეთ მეგობრებო დიდი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს კიდევ გავაგრძელებ როგორი იქნება თქვენი 14 თებერვალი ვალენტინი აი მეგობრებო მოკლედ ჩემო ძვირფასებო ელოდეთ მოლოცვას ხო რაღაც გამოჩენას ელოდეთ და დათბობას ელოდეთ ურთიერთობის მხრივ თითქოს რაღაც შეიცვლება თითქოს არ ვიცი ხა ამ დღეზე ვსაუბრობთ ჩვენ განსაკუთრებით და ეს დღე იქნება ძალიან მოკრძალებული ძალიან ისეთი თავაზიანი ძალიან ყურადღების ცენტრში იქნებით ამის გარანტია გაქვთ ხო კიდევ ხო იგრძნობთ პარტნიორიდან ნახეთ მეგობრებო თქვენ ელოდებით ამ ყველაფერს აჰა ესეც მოვა მეგობრებო მოვა კი მოგილოცავთ მნიშვნელოვან ამბავს მოგილოცავთ შეიძლება მნიშვნელოვან აი სულ სხვანაირად რო არ ელოდებით რაღაც ისე სხვანაირი ხერხით გააკეთებს ამ ყველაფერს მე არ ვიცი ხა ზუსტად გილოცავ ვალენტინობას ეს თუ იქნება ეს სიტყვით ესე მაგრამ ეს დღე რაღაც ღირსშესანიშნავი იქნება რაღაცნაირი ცვლილებას იგრძნობთ ამ დღეს მეგობრებო
აბა არ არის ბურნოთასავით ბურნოთა მე ხო მე ყოველ ჯერზე ახალი სახელებით უნდა მოვიდე თქვენ და ბურნოთა სიყვარული ყველას რო უნდა მაშინ რა ბურნოთა აი ზუსტად არ გავს იმას ზედ გამოიჭრილი ეგარი ხა ხა ასია მეგობრებო თქვენ ელოდებით ამ ადამიანს და ისიც მოვა არი ნერვიულად ხა მოვა ეს ბებია გავაგიჟევ არა უშავს აგეს არ უკვირთ მაი ამბავი ანა მარია ხა გიშთან გიჟი უნდა იყო ხო იცი თხათხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო ანა მარია იგიჟე შენს ნახეთ მეგობრებო ეხლა 14 თებერვალს ამ ადამიანიდან გექნება შემოთავაზება იქნებით გადაწყვეტილი მეგობრებო იქნებით გადაწყვეტილების წინაშე ეს ადამიანი დაგპატიჟებთ იქნებს სადმე და თქვენი გადასაწყვეტი იქნება დათანხმდებით თუ არა წაყვებით თუ არა იქორწინებთ თუ არა კის ეტყვით თუ არას ხო შენი შემხედვარე კარგად რაფერ ვიქნებიო უნდა უთხრა ანა მარია ხო მეგობრებო ამ ადამიანიდან გექნება შემოთავაზებები შეტყობინებას მიიღებთ და რაღაც გადაწყვეტილების წინაშე დადგებით რა საინტერესოა რა გადაწყვეტილებას შეგმოგთა რა შემოგთავაზებთ მეგობრებო სიყვარული ურთიერთობა გრძნობა ახალია გაახლებული ურთიერთობა ლენჩი იცინი ხარ და რატო გონია რო ტირი ხარ ცრემლები თუ მოგდის და ხედავს ცრემლებს სიცილის ცრემლები კი ფიქრებს რომ ტირი ხარ ხა აი რა უნდა გამიგეო ხო უნდა გავიგო ხა მას რა უნდა კი რა შემოგთავაზეთ აი წერილს ვხედავ წერილს შეტყობინებას რაც მოგწერთ მეგობრებო უბედური ვარ უშენოთო ამას გეტყვით რას მოგწერთ მეგობრებო და ძალიან ცუდად ვარ უშენოთო ამას გეტყვით დედა მეგობრებო ის რომ აქამდე იმედები გაგიცრუეო ის რომ აქამდე მოტყუებული დამირჩიო და ის რომ აქამდე ყველაფერი ის რაც მქონდა ჩაფიქრებული ტყუილი გამომივიდაო ხო კომბალი მოხდა თავში ხო კომბალი მოხდა ბუმერანგი დაუბრუნდა ცუდად მეგობრებო ცუდად შეუტრიალდა საქმე ამ ადამიანს იცოდეთ აი ეს ჩემთვის ბუმერანგია კომბალის დრუზა კომბლემ თავში ხო მეგობრებო ნახეთ მოვა ეს ადამიანი თავისი გულის ტკივილით მოვა რაღაც შემოთავაზებებით და გადაწყვეტილება იქნება თქვენზე რას გადაწყვიტავთ დათანხმდებით თუ არა თუ დათანხმდებით ცოლობაზე თუ დათანხმდებით შეხვედრაზე თუ დათანხმდებით პიკნიკზე კაფე ბარში რესტორანში ნუ არ ვიცი ხა ხო მოკლედ მეგობრებო კიდევ ვალენტინობა რას გეტყვით კიდევ როგორაა უთქვენოთ ნერვიულობს წინ დაუხედავ ნაბიჯებს ნერვიულობს არასწორ ნაბიჯებს იბრძოლებს მეგობრებო კი აი ნახეთ როგორ იყურებთ როგორ გითვალთვალებთ მეგობრებო ამ ადამიანს შეიძლება ფინანსურად კარგად იდგეს ფეხზე მე ხო ვთქვი რომ თქვენ შორის რაღაც სხვაობაა ამ ადამიანს შეიძლება არ ქონდეს ფინანსური პრობლემები ყველაფერი შეიძლება ძალიან კარგად ქონდეს დიდრული ცხოვრება იყოს კარგი მაცხოვრებელი მაგრამ ამბობს რომ მე ეს ყველაფერი არ მაბედნიერებსო ის ცხოვრება რაც მაქვს ის ბედნიერი ის ფუფუნება რაც მაქვს ბედნიერებას არ მანიჭებსო ამბობს უთქვენოთ ბედნიერი ვერ იქნება მეგობრებო უთქვენოთ ბედნიერი ვერ იქნება რას გეტყოდათ
მაქვს სირთულეები, მაქვს პრობლემები, ვარ ძალიან ცუდად, სული მტკივა, გული მტკივა, ვარ არასრულყოფილებაში, ვარ გულგატეხილი და მინდა რომ გამოვიდე. დედას გაფიცებ, ხადაობ? ანა მარია, ხადაობ, ხო? ხო. მოკლედ მეგობრებო, ელოდეთ მისგან ზარს, ელოდეთ მისგან მესიჯს, ელოდეთ მისგან კონტაქტზე გამოსვლას, გამოდის მეგობრებო. გამოდის მეგობრებო, კი, გამოდის. მაგე 24 საათი წერს. ხო, მანამ ეცდება, სანამ არ დათანხმდებით. ანა მარია, სანამ არ დათანხმდებით, კი სარეთყვი, მანამ არ მოგეშვება, იცოდე. ან დამარცხებულად გრძნობს თავს. ამ ადამიანმა როგორც ჩანს, რაღაც შანსი ვერ გამოიყენა თქვენთან დაკავშირებით და ეხლა უნდა რომ ამ ვალენტინობა დღეს მეგობრებო, აუხტენელი ოცნებები აიხთინოს. ხო. ეს ადამიანი არავისთან არ იმყოფება, მინდა გითხრათ. იცით როგორი გამოსვლები აქვს? ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. რაღაცას დაგპირდებათ, მერე არაფერს არ აკეთებს. მერე კიდევ დაგპირდებათ, კიდევ არ აკეთებს. კიდევ დაგპირდებათ, კიდევ არ აკეთებს. დაიღალეთ მეგობრებო. მოდის არ მოდის. მოდის არ მოდის. მოდის არ მოდის. ხვდებით ხო? ხო. არავისთან არა, თუ კი გაინტერესებთ თუ ყავს ვინმე თქვენს პარტნიორს, არავინ არ ყავს მეგობრებო. ხო. ნატრე ვისეული ბუკვიზეო, ხო, ანა მარია? არანაირი ნაბიჯის გადადგმა სალომე. არავითარ შემთხვევაში მეგობრებო, გოგოებო, არანაირი ნაბიჯი წინ. არა, აცადეთ. აცადეთ. არანაირი კონტაქტზე გასვლა მეგობრებო. მე მაინც ვკითხავ ეხლა კარგს. თუ უნდა გადადგას ჩემმა გოგონებმა პირველად ნაბიჯი. არა მეგობრებო. არა. არა. აქამდე თუ თქვენ გამდით, ეხლა აცადეთ მას, ეხლა აცადეთ მას. შეცვალეთ ტაქტი. მეგობრებო, აცადეთ ეხლა მას. არა მეგობრებო. არა. თქვენ რო ეხლა ნაბიჯი გადადგათ, ეს კარგს არ მოგიტანთ. რა თქმა უნდა, ანა მარია. რა თქმა უნდა. მეგობრებო, თქვენ თუ კი გადადგამთ ნაბიჯებს პირველი, იცოდეთ, რომ აქ იქნება დაბკოლებები, შეფერხებები, ისე არ წავა ყველაფერი, როგორც თქვენ ფიქრობთ და ეს უფრო გააფუჭებს სიტუაციას. ხო. არა. არ გადადგათ, ნახეთ? იმ შემთხვევაში თუ გადადგამთ ნაბიჯებს, ნახეთ, რა ცუდი შედეგი გექნებათ. აცადოთ უნდა ამ ადამიანს თვითონ მოვიდეს. 14 თებერვალს თუნდაც მერე რა მნიშვნელობა აქვს? აცადოთ უნდა რომ თვითონ მოვიდეს და თვითონ დაიხარჯოს ამისთვის, თვითონ იზრუნოს, თვითონ იფიქროს, თვითონ ინერვიულოს მეგობრებო. აცადეთ ამ ადამიანს ვალენტინის როლში ყოფნა. აცადეთ გოგოებო. ვალენტინობა დღეს, ვალენტინობა არ მოირგოთ. თქვენ. სასწაული თუ გინდორეს. სალომე, ჯობია ელოდო. ვიდრე შენ გადადგა ნაბიჯი. მეგობრებო, არც ერთმა გოგოებმა ნაბიჯი არ გადადგათ. არ ვიცი ერთი.
აცადეთ ამ ადამიანს მოსვლა. ნახეთ, ეს შეიძლება იყოს სასწორი, ეს შეიძლება იყოს ტყუპები, ეს შეიძლება იყოს შვილდოსანიც. ეხლა არ გამოვეკიდოთ ზოდიაქოებს და უბრალოდ ბალანსი შეინარჩუნეთ, მეგობრებო. ბალანსი შეინარჩუნეთ. დავით, კაცებმაო და უყურე დავით რა ხდება. ეხლა ჩემს საუბარში შენ აუცილებლად მიხვდები თუ როგორ უნდა მოიქცე. ხო. ნახეთ მეგობრებო. აი როგორია ქვემოდან სურათი. ამ ადამიანს რაღაც თითქოს მოსაგვარებელი აქვს და აუცილებლად მოვა თავისი ესე სიყვარულით, ესე ემოციით, ესე სურვილების ასრულებით. თუმცა ძალიან ბევრი ბრძოლა მოუწევს ამისთვის, იმიტომ რომ ის რაც დააშავა და ის რაც აქამდე გაუგებრობაში გამყოფად, ეხლა მას ეს ყველაფერი ძალიან რთულად ეძლევა, მისთვის რთულია მეგობრებო. ხო. მას ძალიან რთულად ეძლევა ეხლა ეს ყველაფერი, ასე რომ აცადეთ. ეს ადამიანი მე ვხედავ რომ ზოგიერთებთან მოდის, კი ახლა ყველასთან თუ ვერა, ნუ ვიღაცებთან მოდის. მოდის მეგობრებო, რადგან საჯაროა თქვენი სიტუაცია. აიღეთ. ხო. კიდევ რას გეტყვით ვალენტინობა დღეს? თქვენი რეაქცია. აი თქვენი ბევრი თქვენდაგანი იმას ამბობს რომ მე აღარ მინდა მისი არც მისი ვალენტინობა მინდა და არც მისი 8 მარტი მინდა და არც მისი დედის დღე მინდა და არაფერი არ მინდა მისი მოლოცვილი არაფერი არ მინდა ნახეთ არც მისი მეგობრობა მინდა იმიტომ რომ ძალიან პრობლემები გქონდათ ურთიერთობაში მეგობრებო იყო რაღაც ისეთი გაუგებრობა ხასიათის შეუთავსებლობა იყო თქვენ შორის იყო ყველანაირი ხერხის გამოყენება თავის დაცვა ადიალის წიწვა, დანაკარგები, ცვლილებები, ურთიერთობის გაწყვეტა. ხო, ერთმანეთში უმოძრაობა. არ თქვენ და არც ის, არც მე და არც შენ. არც მე გადმოვდგამ, შენ ხო არ დგამ ნაბიჯს, არც მე გადმოვდგამ. მეგობრები, ნახეთ? ნახეთ? უპასუხისმგებლობა. ხო, შეცდომებზე შეცდომები. მეგობრებო. ძალიან ისეთი სიტუაცია. ასე რომ ჩემო ძვირფასებო უპასუხისმგებლობაა. ეს ადამიანი თუ კი უყურეთ, ახლა აქ როგორი სურათია თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი თუ კი პარტნიორულ ურთიერთობაში იმყოფება, იქ განქორწინება აქვს, მეგობრებო. და ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც პროცენტულობასთან ვერ გამოვიდეს კონტაქტზე. ეს იმ შემთხვევაში თუ კი იცით ნამდვილად რომ სამკუთხედში იმყოფებით და თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს პარტნიორი ყავს მოქმედი გვერდით. ამ შემთხვევაში განქორწინების სიტუაცია აქვს და მოლოცვის ამბავი შეიძლება იყოს 50-50-ზე მეგობრებო. კიდევ. ხო. ნახეთ, აი, ზუსტად. უკან არ დაიხევს. თუმცა მაინც გამონახავს რაღაც შესაძლებლობებს, რომ აი უბრალოდ რომ აი რაღაცნაირად ახლებურად შემოაბრუნოს ეს ურთიერთობა. არ ვიცი როგორ მოახერხებს ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენ რჩევა. რჩევა თქვენ მეგობრებო. რჩევა თქვენ. მეგობრებო, წინასწარ ნუ იტეხავთ გულს, ნუ იმტრევთ თავს. აი ნუ იტკივებთ წინასწარ თავს. და ნუ ნერვიულობთ. არარეალურზე ნუ ნერვიულობთ მეგობრებო. ხო. თუნდაც ყველაფერი ისე რომ ვერ მიდის როგორც თქვენ გინდათ, არც ამაზე არ უნდა ინერვიულოთ. ხო. ის რაც დღევანდელ დღეზე ვერ ხერხდება, მეგობრებო. არ ინერვიულოთ. თუ კი ეს ადამიანი ვერ მოგილოცავთ თუნდაც ზოგიერთებს
ვალენტინის დღეს. არც მაგაზე ინერვილოთ, ნახეთ, დაკარგით, დაკავდით თქვენი ფინანსებით, თქვენი წარმატებით და სტაბილურობით. ხო. ნუ ეხლა ვის მოგილოცავთ და ვის არ მოგილოცავთ. ესეთი იყო უბრალოდ ტაროს ინფორმაცია, მეგობრებო. ზოგს მოგილოცავთ და ზოგს არ მოგილოცავთ. მაგრამ ამაზე არ ინერვიულოთო, დასტა გეუბნებათ. ხო, მოდი ახლა მე მინდა გადავიდე ასტრაბარათებზე. მოდი რას გვეტყვის ასტრაბარათები. დასაწყისი. ახალი დასაწყისი. თუ მოგილოცავთ ვალენტინობას, თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი. აი ვალენტინობასთან დაკავშირებით, რას გვეტყვის თქვენი პარტნიორი? რას გვეტყვის თქვენი პარტნიორი? მეგობრებო. ნახეთ, წერს, ზის და წერს. ხედავთ ხო? ეს ადამიანი მოგწერთ წერილს. მოგწერთ წერილს იცით როგორ ფრთხილად, მთელი სიფრთხილით, მთელი ყურადღებით, მთელი გათვალისწინებით. ნახეთ, ატენციონე აწერია და სიფრთხილე, ეს ნიშნავს სიფრთხილეს. ხო, ეს ადამიანი მოკლედ რაღაც დიდი სიფრთხილით და მთელი ყურადღებით მოგწერთ რაღაცას. მთელი რაღაცით. კარგით, თუმცა ეშმაკურად, ნახეთ, უკან კატაყავს. ხო, კიდევ რას გვეტყვის? კიდევ რას გვეტყვის? ოხ, შენი ჭირიმე. აი რატომ მიყვარს ეს დასტა? ამ დასტას აქვს ძალიან ლამაზი აი ეს აღწერილობა, ამ სურათზე ვგიჟდები. ხო, ნახეთ, ახლა ჩვენ ვთქვით, რომ ეშმაკობას გამოიჩენს ახლა ეს ადამიანი. თუმცა ახლა იმას არ გეტყვით, რომ ამ ყველაფერს რაღაც ისეთი მოიგონებს, არა, იმას დაწერს რაც ხართ, მაგრამ გასაკვირი რა იქნება იცი? აქამდე არ მოუწერია ის სიტყვები და არ უთქვია თქვენთვის, არ მოუმართია იმ სიტყვებით, რასაც ახლა გააკეთებს. გაიგეთ, რომ თქვენი გული მოინადიროს, რომ თქვენ მოგიკოთ. ხო. ეშმაკურად მოგიდგებათ. ხო. ამასაც გააკეთებს კი. თუმცა თქვენ ამის გარეშე ნახეთ უბრალოდ როგორ გახასიათებთ, ნახეთ. აი ეს ხართ თქვენ. ხო, ესეთ ადამიანს ახლა ამან წერილი რო არ მიწეროს და არ მიულოცოს ვალენტინობა, ხო? ცეცხლი გაუჩნდება ყველაფერს. აი, უკან ხედავთ, ხო? ცეცხლი გაუჩნდება ყველაფერს. იმიტომ რომ თქვენთან შეეშლება ამ დროს. ეს არ შეიძლება რომ დაუშვას მან. როგორ შეიძლება ხა თქვენ ვალენტინობა არ მოგილოცოთ? ხა ზოგიერთებზე ვსაუბრობ, მეგობრებო, ხა მართლაც იმის არ იყოს საჯაროა და ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ. ხო. კეთილშობილებას გამოიჩენს ეს ადამიანი. ძალიან კეთილშობილურად მოიქცევა ამ დღეს. შეიძლება მართლაც დაგპატიჟოთ, ნახეთ, რადგან აქ მოგზაურობა, შეიძლება შემოგთავაზოთ სადმე წასვლა, ქალაქიდან გასვლა, გასეირნება, სხვით გასეირნება, გემით გასეირნება, ტაქსით, ვირით, ნივით, ტივით, არ ვიცი მეგობრებო. ხო, ძალიან თავაზიანი იქნება ამ დღეს, ძალიან ყურადღებიანი იქნება ამ დღეს, ძალიან დაგაკვირდებათ ამ დღეს, ნახეთ. ამას რა უყოთ, მაგ მეტყვით. ამას რა უყოთ? ამას რა უყოთ? ეს რა პონჩია ახლა აქ ხომ არ მეტყვით. მაგი. თვითონ დადის მაგთან თუ მას გონია რომ თქვენ ხართ მაგი. თქვენ ისედაც თქვენი ცხოვრების მაგები ხართ, მაგრამ ხო, შეიძლება თვითონ გახასიათებთ ესეთად.
ეს ადამიანი გახსოვთ? არა. ნუ არ ვიცით, ნახოთ ეხა მაგასაც ნახავთ. გახსოვთ, მეგობრებო, ამ ბოლოს იყო, ამას წინათ იყო თუ აი როდის იყო არ მახსოვს. აგერ ახლო მომავალში, ახლო წარსულში იყო, რომ ემზადება ეს ადამიანი ემზადებოდა თითქოს და მაგიისთვის. ნახეთ, აქაც სამზადისი აქვს. მაგი და სამზადისი. ეს არის სამზადისი, რაღაცის წამოწყებას აპირებს მაგიით. ხო. ამას ფიქრობს. ვალენტინობა დღეს რაღაც მეგობრებო, ვაიმე. მეგობრებო, აი ეს ის რაღაც აჭამაო როა ნათქვამი. აი არ ვიცი სასწაული. ეხლა მე ისეთი აზრი მომივიდა თავში. ხო თქვენ შეიძლება შოკი მიიღოთ. ხო, ეგ მაგი თვითონა. ხო და მაგას ვამბობ ზუსტად მეგობრებო, ნახეთ. ეს ადამიანი რაღაცას გააკეთებს ამ დღეს. იმუხთლებს რაღაცას. და ფრთხილად იყავით, მეგობრებო. ამ ადამიანს უფრთხილდით ამ დღეს. რამე არ ჩაგიყაროთ, მცდელობა ექნება. ან ჭიქაში, ან წყალში, ან სასმელში, ან საჭმელში. ხო, ნუ არ ვიცი ხა მეგობრებო, მართლა ბევრი ხართ და ძალიან უფრთხილდით ნებისმიერ მოწოდებულ საჭმელს თუ სასმელს. ხო, შეიძლება ეს დღე იყოს მაგიური მისთვის. ესეც შეიძლება იყოს მეგობრებო, მაგრამ როცა იცით, უკვე დაცულები ხართ და შეიარაღებულებიო, როგორ ამბობს მიხეილ ცაგარელი. ხო, ინფორმირებული იყავით. რა თქმა უნდა. მაგრამ სიყვარულის გამო ყველაფერი ნებადართულია, ხო გაგიგიათ? ხო, ამიტომ ეს ადამიანი შეიძლება ამაზე წამსვლელიც იყოს, უბრალოდ აქ ამოვიდა მეგობრებო, ნახეთ, მაგი და სამზადისი რაღაცისთვის ემზადება ეს ადამიანი და ეხლა ჩვენ უბრალოდ რო გამოვრიცხოთ, ხო? რო გამოვრიცხოთ. მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. კიდევ ვალენტინობის დღე როგორი იქნება? ნახეთ, როგორ უკავია ჯინის ყულაბა ხელში, ყულაბა თუ ჩაიდანი ამ ადამიანს გეუბნებით მეგობრებო. ვიცი რო არ შეიძლება დავით. ვიცი რო არ შეიძლება. მაგრამ ისიც ვიცი რომ ბევრი აკეთებს, ამას ქალიც აკეთებს და მამაკაციც. მე ხელს არ დავადებ არავის. მეგობრებო. ამას აკეთებს ნებისმიერი. კაბიანიც და შარვლიანიც. ხო, შეიძლება თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა მაგთან მივიდეს და უბრალოდ აზრი კითხოს, რამე შეეკითხოს, ან რა გააკეთოს, ან როგორ მოიქცეს, თქვენი გული როგორ მოიგოს. გეუბნებით, ეს აქ ტყუილად არა მოვიდა პირველი, ეშმაკობის კარტი. ატენციონე, ფრთხილად იყავით, მეგობრებო. იფრთხილეთ. გაფრთხილების კარტია. ეს არის გაფრთხილების კარტი. ხო, და ფრთხილად იყავიო, კარტი გეუბნებათ. არაზოს არ ამართლებს. არავისთან არ გაუმართლებია მეგობრებო. და არც არავის გაუმართლებს კიდე იცოდეთ. არაფრით არ შეიძლება. ხო, ასე რომ ეს არ გააკეთოთ. მე ვიცი რომ თქვენ არ აკეთებთ. მე ვიცი. უბრალოდ იმდენად დაბნეულია მეგობრებო, უბრალოდ ფიქრობს. გააკეთოს თუ არა, ნახეთ ეხლა, ნახეთ. უნდა ერთია, მაგრამ ნახეთ ეხლა. ვერ ხვდება. ვერ გადაუწყვეტია. ეშმაკი ებრძვის მეგობრებო, იცოდეთ? ხო. ვალენტინობის დღე, რაღაც კარტი ამობრუნდა. მეგობრებო, გეუბნებით. ეს ადამიანი რაღაცას მაინც გააკეთებს. ელასტიკებიანი ანა მარია. ანა მარია ძალიან ინატყე და აგერა. ხო.
ეს ადამიანი თვითონ გამოიჩენს ინიციატივას და მოვა, მეგობრებო, არანაირი ნაბიჯი არ გადადგათ. არანაირი არაფერი არ გააკეთოთ. საერთოდ მსგავსი რამე არ გაიფიქროთ. მისკენ გადასადგმელი ნაბიჯის სახით. ხო. მოვა ესე დაგეხატებათ, მეგობრებო. მოვა, მეგობრებო. ვალენტინობის დღეს დაგეხატებათ. მოვა ზოგიერთებთან მოვა, ახლა მე ვერ ვიტყვი რომ 8000 გამომწერთან მოვა მეთქინ. მაგრამ მოვა. კიდევ ერთიც ვარი. პატივისცემით მოვა. ოღონდ პატივსაცემი თვითონ უნდა იყოს თუ თქვენ მე არ ვიცი. მაგრამ პატივისცემით მოვა. და რატო გონია მორგანა რომ შენთან არ მოვა? მორგანა რატო გონია რომ შენთან არ მოვა? მოვა, მეგობრებო. ცოცხლების სიაში თუ არ წერია, არ მოვა მორგანა. დაოჯახებული თუა კიდე ვერ მოვა. ესე შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს. ხო, აი? არ ინერვიულოთ, მეგობრებო. არც მაგაზე ინერვიულოთ. არც მაგაზე ინერვიულოთ, ჩემო ძვირფასებო. იმიტომ რომ აზრი არ აქვს. უბრალოდ მინდა ვკითხო კარდს. რა დროის ვადაში გადმოდგამს ნაბიჯებს თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? რა თქმა უნდა, გაიხარე მორგანა. ხო. ნამდვილად არ ღირს სანერვიულოთ არავინ ამ ქვეყანაზე, მეგობრებო. ამ ქვეყანაზე არავინ არ ღირს სანერვიულოთ, ოღონდაც. ცოცხალი ადამიანი როგორ უნდა ინერვიულოთ, მეგობრებო? მით უმეტეს, როცა მისი სურვილია, რომ არ მოდის. ჩაიფიქრეთ ადამიანი და ვნახოთ ახლა რა დროის ვადაში გადმოდგამს ნაბიჯს თქვენსკენ. რა დროის ვადაში გადმოდგამს ნაბიჯს თქვენსკენ. პირველი, მეორე, მოდი იყოს 3. მესამე. ნახეთ ქვემოდან მარტი. მეგობრებო, 1 წუთით ახლა მე ამას დავადებ. 1 წუთით ახლა დავადებ. განსხვავებულ რაღაცებს ლოგო ლამომივიდა, ნახეთ რა უნდა გაიცვენოთ. აგე? ჩემი ლამაზმანები. იყოს ეს აქ, თვალი არ ეცეს. ხო. იყოს ეს აქ, თვალი არ ეცეს. მოდი პირველი იყოს თეთრი. ნიჟარა. მეორე იყოს შავი ნიჟარა და მესამე იყოს მოდით მესამე იყოს აი ესეთი ნიჟარა. მეგობრებო, ცხვირები კი არა აქვს ჩემს ლამაზმანებს, მხოლოდ ერთი კბილი აქვთ. აბა მეგობრებო, დახუჭეთ თვალები, ჩაიფიქრეთ სურვილი, როდესაც თვალებს გაახელთ, რომელიც ყველაზე მეტად დაგიძახებთ, ნებისმიერ იმას დაადეთ ესე თითი ეკრანზე და გაუშვით თქვენი ენერგია იქ.
რა დროის ვადაში გამოჩნდება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან? იმედია ჩაიფიქრეთ და მე დავიწყებ. თეთრით. ვინც ჩაიფიქრეთ თეთრი. რა დროის ვადაში გამოჩნდება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან? ხო, ნუ ეხლა რა ვქნათ, მეგობრებო? რა ვქნათ? აქ წერია, ამისთვის ტყუილად კარგავთ დროს. იმიტომ რომ მე ვხედავ აქ კატას, რომელიც გაწოლილია მზეზე და თბება. თავის სტიქიაშია, რო იტყვიან, ასე რომ ესე მოიქეცით თქვენც მეგობრებო და ესე უზრუნველად და უდარდელად აი იგრძენით თავი. მაპატიეთ პირველი, ესეთი იყო თქვენი პასუხი. ვინც ჩაიფიქრეთ მეორე და შავი ნიჟარა, თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი თქვენსკენ კონკრეტულ ნაბიჯებს გადმოდგამს. პრაზნიკებზე, დღესასწაულებზე. სავარაუდოდ შეიძლება ეს იყოს მოსავლის აღება შემოდგომა და ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი დღესასწაული, რომელსაც ველოდებით აწინ. ეს შეიძლება იყოს ვალენტინობაც, 8 მარტიც და კიდევ სხვა დანარჩენები, მეგობრებო, ასე რომ და გადავედით მესამე ბარათზე. ვინც ჩაიფიქრეთ მესამე ესეთი ნიჟარა, მეგობრებო, თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი თქვენსკენ გადმოდგამს ნაბიჯებს მაისში. მესამეს პასუხია მაისი. მოკლედ ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. უღრმესი მადლობა ყველას. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. თქვენ ჩემი სტიმული ხართ, მეგობრებო, ასე რომ არაფერზე არ ვინერვიულოთ. მოვა ეს 14 თებერვალიც მოვა და წავა. არაუშავს. როგორც მოსვლით გაგვახარებს, ისე წასვლით გაგვახარებს, მეგობრებო, ასე რომ ჩვენ არაფერზე არ ვინერვიულოთ. მოკლედ, მშვიდობიანი ღამე მინდა გისურვოთ. ამ ჩემს ლამაზმანებთან ერთად მინდა გითხრათ, ამ ჩემს სიყვარულობებთან ერთად. ხო, აი, ესენიც. ვიცი რომ ბევრს გიყვართ, მეც ძალიან მიყვარს, სიამოვნებს ამათი დანახვა, იმიტომ რომ კარგ ხასიათზე მაყენებს, სხვა რომ არაფერი. ხო და მოკლედ მშვიდობიანი ღამე მისურვებია თქვენთვის და ბედნიერი დილის გათენება ჩემო ძვირფასებო, ასე რომ გელოდებით YouTube-ზე კომენტარებში. გაიხარეთ უღმესი მადლობა ყველას, მეგობრებო. მოკლედ აბა დროებით გემშვიდობებით.